17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა. ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მრევლმა მსვლელობა მოაწყო. შეკრებილ მოსახლეობას ის სასულიერო პირები მიუძღოდნენ. მათი თქმით, მშვიდობიანი მსვლელობა პატრიარქის იმ ინიციატივას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც 17 მაისი მშობლების პატივისცემისა და ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. თუმცა აქციაზე ანტიდისკრიმინაციული კანონისა და განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირების საწინააღმდეგო განცხადებებიც გაკეთდა. მსვლელობაზე გამოჩნდა პლაკატები წარწერებით. არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ამ კანონს. დავიცვა ჩვენი შვილები. ნეობა და სხვა სასულიერო პირება სამების ტაძრამდე გზა აკურთხეს, მრევლი კი საგალობლებს ასრულებდა. რომ ეს არის ოჯახის სიმტკიცის დღე და ამ დღესთან დაკავშირებით ყოველ 17 მაისს გაიმართება აქცია. ასე რომ ყოველთვის ახლობთ ამათ, რომ ყოველ 17-ში ესეთი მსვლელობები მოეწყობა. გაარკვიონ ერთხელ საიდუმლოდ იმ ხალხმა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფის დათესვას ცდილობენ, ვერაფერი გამოვართ. ყველა ხარჯავენ მათზე გრანტებს და მილიონებს. ქართულ ტრადიციებს, ქართულ ეკლესიას ვერაფერს ვერ დააკლებს. პრინციპული პოზიცია რაც არის, რომ აი ორი მიმართულების გაჟღერება და ნორმატქცევა ეს არის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული ინტერესები დარჩა. თავარი მომენტი, ანუ მოთხოვნა ჩვენი ეკლესიის საზოგადოების იყო, რომ აი ეს 4 სიტყვა იყო ყოფილიყო ამოღებული აი ამ კანონიდან. მე რა თქმა უნდა უერთდები ამ აქციის იმ ნაწილს, რომელიც ეხება LGBT პროპაგანდის აკრძალვას საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ ახალგაზრდა პოლიტიკურთა კლუბმა და ევრაზიის ინსტიტუტმა შარშან მოუამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ძალიან მალე შევიტანთ პარლამენტში.